გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დავგეგმეთ ახალი გასვლა ორი ბაგი მონსტრებთან. ნახოთ, აბა ესეთ გასვლაზე არ ყოფილვართ. მე ვარ ჩემი Honda ტალონით. მიშა არის თავისი RZR-ით და დანარჩენი ახე 37-იანი საბურავებით არიან, უმეტესობა რუბიკონი 3.6. ეს არ არის რუბიკონი, მე მგონი სპორტია, მაგრამ ესეც კაი დიდი საბურავებით არის. ესეც რუბიკონია, ეს რამდენიანი საბურავებით არის. ესეც 37-ები. ეს Wrangler-იც ბლოკირებული ხიდებით არის, რაღაც შეცვლილი ხიდები აყენია, როგორც გვითხრეს და 40-იანი მაქსისებით არის. ერთი სიტყვით ნახოთ, წესით კაი ვიდეო უნდა გამოვიდეს და რაც თავარია, მივდივართ სოფელ ლევიტანიდან უნდა გადავიდეთ ძამას ხეობაში, აბუხალოს გავლით და უნდა ავიდეთ ბატეთის ტბაზე. სადაც და კიდე შემოგთავაზებთ სხვადასხვა ვიდეოს. ჩერდით Wrangler-ების საბურავებს უშვებენ. რა ხიდები აყენია ამაზე? დაინატრაკის დანასამოცები აყენია. დადაბლებებით არის, ხო? კი. ახოთ. 5-13 გადაცემა აყენია. ერთი ზოგი ბოლომდე გასახი. ახე რაღაც. მაგარი ხიდებია ძალიან. თქვენ რა საბურავები გიყენიათ და რა ძრავით არის თქვენი მანქანა? 3.6 არის პენტასტარი, მექანიკა. Maxway-ის 37 ნახევარზე მიყენია პენტასაბურავი. კარგია, ბედლოქებით არის, ხო? ბედლოქია, ხო? ხო, ბედლოქი არის და ფალკონი დაკიდება. მექანიკა კაია. დაკიდება ფალკონი. ეს არის ცოტა არა აგრესიული საბურავებით ახარ მარტო შენ. ხო, მაგრამ ძალამბარის ხაზზე გავრიცე. ხო. ნახოთ რა იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. 40-იან საბურავებთან როგორ ვივლით ჩვენი ბაგებით, ჩემი და მიშას ბაგი. შენ რამდენიანი საბურავებით ახარ მიშა? 30-იანი საბურავები. მიშა 30-იანი საბურავებით, მაქსისი, კარნიორი და მეც 30-იანი საბურავებით ვართ და საკმაოდ საინტერესო იქნება ეს Wrangler-ებთან. არ ყოფილვართ სხვა დროს და თან ამ ტრეკზე Honda-თაც არა ვარ ნამყოფი და მაინტერესებს. აი ეს Wrangler-ი ნახე, როგორი უსაფრთხოების კარკასით არის აღჭურვილი. ძალიან მაგარია რა. და როგორც მე პატრონემ თქვა, ამერიკაშივე არის გაკეთებული და ესეა ჩამოსული. კარგია რა, მაგარია უსაფრთხოების თვალსაზრისით. ხო. სავალ ნაწილშიც ეს გიტარებიც რაღაც ეს არის, ხო? შეცვლილია, როგორც ჩანს, ქარხნული არ არის. არა, ქოშინია ყველაფერის ხო უკენია მანქანას. კარბონები რავი, არაფერი არ დატოვილი. ისე ვერი არა.
ძალიან მაგარია. ისი მოტავის თაბაში საღამოს გავეგზელებინოს კარგად გამომშვიდობით გატაროს ლამაზი ადგილები გვენ დიდება უფალ სოფლის ძალა დამადლი ფარავდეს მშვიდობით მოგვიანო იმა პური გამააყოლო დიდება უფალს გამომშვიდობით გაწყვეტია. კარგად გატაროს აბა გზის დალოცვა მოხდა უკვე და შეგვიძლია გადავიდეთ უგზოობაზე. საკუსკა არგინას Dito. Oh, vi sbacca la cazzo, volevo devo Arriva a vedere. Dove sei a poco da che non li odio. Siamo vicini a Baccara.
ავი მოდიან ჯერჯერობით. ხა? ყველა რო გამოივლის ჩემთან ჩაჭექი წინგელოდები. ცოტა წინ გაუწიე.
რა კარგად მოდი გადაიღე, გააგრძელე, მე გავაყენებ, რომ დაეტინოს ყველა. არ არის ეს ადგილი, ვისა ისეთი არაფერი, თხულა და უნდა დავკარგო წინა და ისადმე კაი ადგილსაც აიქნება, იქიდან გითხარი რა. ცოტა რას გონი მიეცი დაუშვი დაბლა. გასამოხვიდე და ისი ვირადი, გასამოხვიდე. გაუყარე ეხლა, გაუყარე და ახვალ. დაუშვი, არ გინდა კალიიდან გადასვლა. ეგრევე მიეცი გაზი და წადი პირდაპირ. ერთი აქ მოლიკულია და მაგიტო ვერად.
ჩადი. კიდე ცოტაც. დავაი, დაუშვი. პირდაპირ აი რული გაასწორე და წადი ეგრევე. რული გაასწორე, რული და წადი. რული სწორად გეჭიროს და წადი პირდაპირ ეგრევე. დავაი, ასული ხარ, ასული. ამოვედით გვირგვინას მთაზე საკამოოდ ადვილად ვინც თვალყურს ადევნებდით ჩემი ვიდეოებს ნახავდით რომ წინაზეც ვიყავით მანქანებთან ამ გზაზე და ძალიან გაუჭირდათ სხვათა შორის იმ მანქანებს აქ ამოსვლა სხვათა შორის მაშინ იყო თან ზაფხული და ეხლა უკვე ალაგ-ალაგ თოვლებიც არის და სისველი არის დღეს წვიმდა ეხლაც წვიმს ესე სუბუქად და ახლა კაი მომზადებული მანქანებია ყველა ძალიან ადვილად მოდის ეს არის გვირგვინას მთა ეხლა უკვე დავეშვებით ქვემოთ აბუხალოს მონასტრის და აბუხალოს ჩანჩქერის მიმართულებით ეხლა გავჩერდით აბუხალოს ჩანჩქერთან და ნახე რანაირი კლდეა რა გეგონება რაღაცამ თავის დროზე ას ხელით ჩაალაგა და რაღაც სიმეტრიულად არის ისეთი ფორმის ქვები დალაგებული რომ
აბა პატარა ტანჩოკი გაუკეთე. ჰა? უკან აბა გადაატრია. ახვეტილიც აქვს, ახვეტილი. შოთა უნდა გამო. იყავი ვაფშე იდექი ეგრე. უკან გავატაიდე, უკან. დაბლა დატოვე მანქანა ვერ ამოხვალ მეთქი რა შემარცხვინავი ჯო არ შემარცხვი ის გადაუწიე და იმას გადაუწიე ო აბა ი გადაუწიე ის საი უკან ვაფშე ბოლომდე ნელა კი აი ჩემი კაი ჩაჯექი მანქანაში მოყევ ხარ წინ ჩაჯექი და არა თვალი იქით აიღო ვალერმი აჰა შენდა შენა აკონტროლე აინი კაი ვალე თუ იწავიდე ერთ ნაკვეთს კამპური წამოიღეთ რამ ციგანებს და მეორე ეგ დავიდე ხო ეს წამოიღე აი შენ მივაყარე პარეგინო და ჭალასი დღევანდელი დღეც დასასრულს მიუახლოვდა.
წარმატებული გასულა. რომელ სოფელში ვართ ბიჭები? ეს არის სოფელი ბანი. აღარ მივედით ბატეთის ტბაზე, ყველანი ნამყოფი ვიყავით ბევრჯერა. კალახი და კალი. ესეთი სოფელია, აქეთ ზამას ხეობაში არის სოფელი ბანი. საკმაოდ კაი დღე და კაი საღამო გამოგვივიდა. აბა ბიჭებო, ვიდეოს დასასრულს ასე თქვით ჩვენ მაყურებელს და გამომწერებს. ლამაზი დღე შედგა ლევანდელი. ნებისმიერი კარგად და სწორად დაწყებული დღე არ შეიძლება რომ დამთავრდეს ცუდი საღამო. ყოველთვის ლამაზად, შვიდად, წყნარად და კარგად მთავრდება რა და ლევანდელი დღეს ერთ-ერთი იმ მრავალი დღიდან ერთ-ერთი დღეა ისეთი, რომელიც აი ეს ლამაზად, შვიდად მიმდინარეობს და დამთავრდება რა და მე ვეტყვი რომ მეგობრობის გარეშე არასდროს არაფერი არ გამოდის ცხოვრებაში და მეგობრობა არის ყველაფერი. თან არხის გამოწერის გარეშეც, ხო? გაიხარ. ბაქა, რას ეთქვი ჩვენ გამომწერებს, ბაქა? გამომწერებს ვეთქვი რომ პირველ რიგში თვალყური გვადევნონ, რომ არაფერი არ გამორჩეთ. აი ეს სიტუაცია ეს ამიტომ რა არის საჭირო? გამოწერა. გამოწერა რა თქმა უნდა და ნუ ეხლა პატარა კომენტარებიც არის და უური. მაგარი ის არის რომ კაი დღეა, ყველანი კარგად არიან, ყველანი კარგად ავართ. ერთი დღით არ შემოვიფარგლოთ. თავარი ეგ არის რა. ძღოლები არავინ არ სვავს. მხოლოდ პასაჟირები. ხო ეგრეა მიშა?